მოვამზადოთ თაფლიანი ნამცხვარი, იგივე მეტოკი. გადაჭრელდა ჩემი ინსტაგრამი ამ რეცეპტით და ძალიან მინდა ვცადო. ოღონდ პირობებდებ მე არ შევჭამ, იმიტომ რომ დიეტაზე ვარ და ერთი ადგილი უნდა გავიხტუნო. მთელი ცხოვრებაა წონას ვებრძვი და მთელი ცხოვრებაა გულის წასვლამდე ჭამა მინდა. ხან ვიმარჯვებ ჩემ თავზე, ხან კარში ვეღარ ვეტევი. ეხლა ნამცხვარს მივხედოთ. ტაფაზე რაც დავაბზრიალე ხომ დაინახეთ. შემდეგ ეს მასა ცოტა გააგრილეთ და ჩააგრიალეთ კვერცხები. ათქვიფეთ და დაუმატეთ ფქვილი. ვიცი ვეფხისტყაოსნის საზეპიროსავით ვიმეორებ, მაგრამ ორჯერ ბარათის გატარება არ დაგავიწყდეთ. თითო ჩემჩა მიღებული მასა დაასხით გახურებულ ტაფაზე. ვერ გავრისკე პირდაპირ დასხმა და ცოტა კარაქი წავუსვი. ვიფიქრე რომ მიიკრას ეხლა ეს ფირფიტები ხომ მიპოვიან მესამე სართულიდან გადამხვდარს თქო. მაინც სწორი გადაწყვეტილება მივიღე და ჩემი შვილები არ დავაუბრე. ნერვიულობა აქ არ დასრულებულა. კიდევ ერთი წნევისავარნა ამ ფირფიტების გადმოტრიალებისას მელოდა და შემდეგ შვებით ამოვისუნთქე. კრემად მოხარშული შესქელებული რძის და კარაქის დუეტი გამოვიყენე და შემდეგ ფენა-ფენა დავკრემე. რა თქმა უნდა, სანამ მოვშთავდი, სტაბილიზაცია უნდა ამ ნამცხვარს, მაგრამ მე 7 თვიანთა გუნდიდან ვარ და ვერაფერი დავასტაბილურე. მოდით ვაღიაროთ. ფენებიანი ნამცხრები, გინდა ტაფაზე, გინდა ღუმელში და გინდა ბუხარში, მაინც საკმაოდ საწვალებელია.